მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღეს დიდი დღეა. დიდი დღეა იმიტომ რომ ვიწყებ YouTube არხზე მუშაობას. ეს იქნება ჩემი არხი ჯაჯოს სკივრი. გამოიწერეთ თუ გინდათ, თუ გახალისებთ, თუ გინდათ რაღაც ისწავლოთ, გაიგოთ, არ ვიცი. ნება თქვენია. დიდი დღეა კიდევ იმიტომ რომ დღეს არის დედაჩემის დაბადების დღე. 86 წლის გახდა 13 აგვისტოს დღეს, ანუ და მთელი ჩემი ცხოვრება მიუძღვენი დედაჩემს და დღესაც ვფიქრობ და ვცდილობ რით გავახარო, რით ვასიამოვნო და დედა, გიძღვნი ამ არხს შენ და ეს დღე შენია. მოკლედ, ძალიან მიხარია რომ ვიწყებ ახალ საქმეს. დიდი ხანია მინდოდა და მეწყო, ცოტა ვღელავ, იმიტომ რომ მინდა რომ კარგი გამოვიდეს ეს მისალმება, ეს პრეზენტაცია, იმიტომ რომ ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. და ჩემი ოცნება დიდი ხანი გრძელდებოდა, რომ არა ერთი ფაქტი. ერთმა ჩვენმა იმედის თანამშრომელმა, ვებგვერდის ხელმძღვანელმა, ლოლა ხუბუამ, ლოლიტამ, მაჩუკა ეს არხი გამიკეთა და მაჩუკა საახალწლოდ, ჯაჯოს სკივრი. სათაურიც თვითონ მოიფიქრა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლოლას იმისთვის, რომ მე ასე გამახარა და მის მერე ეს არხი არის ასე თავისთვის მარტო და დღეს გაცოცხლდა. დღეს დედაჩემის დაბადების დღეზე. მოკლედ, ვითომ გაცნობა, თუმცა დღეს საქართველოში ყველამ იცის, ლამის ყველამ იცის ჩემი ბიოგრაფია, რომ მე დავიბადე ქალაქ ჭიათურაში, იქ დავამთავრე სკოლა, ვცხოვრობდი ჯარბელის ქუჩაზე, ძალიან მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ამ ქუჩას, ჯარბელის ქუჩა, ამ უბას ჯარბელა ქვია, ოღონდ თუ გინდათ სასწაული, არავინ არ იცის ვინ იყო ჯარბელი სინამდვილეში. ამბობენ რომ იყო მარგანეცის დამუშავებელი, იყო ამერიკელი, იყო ჩამოსული ჭიათურაში, მაგრამ არსად არ არის სოციალურ ქსელში ვეძებე და არსად არ არის ეს ჯარბელი და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის საიდან მოვიდა ეს სახელი. ყოველ შემთხვევაში იმდენად მომწონდა, მე მინდოდა რომ ფიქრობდი რომ გავიზრდები, ვიქნები გიორგი ჯარბელი. ეს ჯარბელი არავინ არ არის. მოკლედ, ეს არის კლდის ფერდობი, ჩემი უბანი და იქ ოდესღაც ბაბუა ჩემი ასულა და უნახავს ერთი ადგილი, ერთი კლდე და დაუწყია ამ კლდის გამოთვლა და ნაჯახით არის გამოთვლილი ჩემი სახლი. 2 სართული, აი ესე ნაჯახით არის გამოთვლილი და მერე არის მიდგმული შუშაბანდი. სახლი ისევ დგას, ერთხელ გადავიღე კიდეც გადაცემაში მქონდა და თამამად შეგიძლია თქვა და მეც ვამბობ, რომ კლდეში ვარ გაზრდილი. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მქონდა არასაინტერესო ბავშვობა. რაღაცა ნაცრისფერი ბავშვობა, არაფერი გამორჩეული, არ მიყვარდა თამაში, არ მიყვარდა გართობა, მქონდა ჩემი სამყარო. ვცხოვრობდი, ვიყავი ბედნიერი, ვიგონებდი უთვალავ რაღაცებს, თავში მოდიოდა ისეთი საინტერესო აზრები, რომ სულ თავისუფლად შემეძლო ყოფილიყავი მარტო, დიდი ხნით. და არაფრით არ გამოვირჩეოდი ბავშვობაში. მოკლედ, ასე გრძელდებოდა
ჩემი ცხოვრება. გრძელდებოდა, ხო, სწავლობდი ცუდად, ყავდა საშემოდგომოები, ვერ წარმოვაჩენდი ჩემ თავს და ეხლა ვამბობ, რომ ცოტა გვიან ვითარდებოდი, ვერ განვითარდი ისე როგორც ჩემი თანაკლასელები. და ამას სპეციალურად ვამბობ, მინდა იმ ბავშვებს ვუთხრა, რომ არ ინერვიულონ, შეიძლება თავიდან ვერ წარმოაჩინოთ თქვენი თავი, თქვენი ნიჭი, მაგრამ მომავალში გაგიმართლოთ და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ბავშვი შეიძლება იყოს ამის მსხვერპლი, რომ რო ვერ წარმოაჩენს თავს, ნერვიულობს. საინტერესო იყო ჩემი ცხოვრება იმით, რომ მქონდა ორი ცხოვრება, გაყოფილი იყო ორად ჩემი ყოფა. და ეს რა იყო გეტყვით. ერთი იყო ადამიანი, რომელიც კითხულობდა, წერდა, იგებდა ამბებს, ვაკეთებდი კვლევებს, რაც შემეძლო. და მეორე იყო ბავშვი, რომელიც ხუმრობდა. და რო გავიზარდე ეს ორი ცხოვრება, ესე წინ მიდიოდა, ოღონდ გაყოფილად ცხოვრობდნენ. ჩამოვედი თბილისში, ჩავაბარე თეატრალურში, დავამთავრე დისერტაცია, ვსწავლობდი კიდე უნივერსიტეტში, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, კინოსარეჟისორო, ფილოსოფიური, ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა ერთ მხარეს. მეორე მხარე იყო ლაღი, იუმორით სავსე, ყვებოდი ქვეყნის ამბებს, ვაცინებდი ხალხს, ვიყავი მასხარა. მაგრამ მეორე ძალიან სერიოზული დინჯი და ამათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ოღონდ გაყოფილი იყო ეს როლები. არ მომწონდა, იმიტომ რომ ხომ ხედავდი როგორ ცხოვრობდნენ სერიოზული ხალხი და აქედან გამომდინარე მე იმ სამყაროში ვიყავი კარგად. აქეთაც კარგად ვიყავი და იცით რა არის, გადიოდა დრო და ვიძენდი უთვალავ გამოცდილებას. ნახეთ, მე ვარ ადამიანი, რომელიც სწავლობს სხვისი შეცდომებით. ესე გამზარდეს. სულ მქონდა, რომ შეხედე იმას, რა ცუდი რაღაცა გააკეთა. ის არ იყო, რომ შეხედე ის რა კარგია და შენ უნდა აჯობო, არა. ცუდი გააკეთა და დააკვირდი, რომ ესეთი რამე არ უნდა გააკეთო. და სულ მქონდა სიფრთხილე. ოღონდ ნახეთ, შიში არა, სიფრთხილე. ჩამინერგეს სიფრთხილე და ის რომ სხვის შეცდომებზე მესწავლა. დღემდე გამომადგა თან ძალიან კარგად და უცნაური სასწაულებით იყო ჩემი ცხოვრება სავსე. დღესაც ისეთ ადგილზე აღმოჩნდებოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემთვის აუცილებლად. სწორ დროს, სწორ ადგილას, ძალიან ხშირად გაგიგიათ ალბათ და აქედან გამომდინარე მე გამიმართლა. ისეთი ადამიანები შემხვდნენ, რომ მათი სიყვარული დავიმსახურე, მეც ყველას ვეხმარებოდი, რაც შემეძლო. და როცა მეუბნებიან ხოლმე, რომ შენ შენით გაიკულიე, მარტო იყავი, მარტო გაიკულიე შენი გზა. არა, მე მარტო არ ყოფილვარ. ჩემთან იყო ღმერთი და იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც ცხოვრება მაჩუქეს. საერთოდ ვფიქრობ, რომ ტკივილი აძლიერებს სულს, ტკივილი აწრთობს სულს და
კარგად ვიწრთობოდი. ძალიან კარგად. მციოდა, მშიოდა, წვალობდი. აი არასოდეს არ დამავიწყდება ერთმა საოცარმა კაცმა ქუჩაში წიგნებს ყიდდა ეს კაცი, თაქთაქიშვილის კაცი იყო და წიგნი მათხოვა. არავინ არ ვიყავი, 22 წლის ბიჭი ვიყავი, წიგნი მათხოვა, წამოვედი და აი პირველი ნდობა იყო ჩემი, მე ნდობა გამომიცხადეს და ერთ კვირაში დავაბრუნე ეს წიგნი. ამან იმხელა გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, ვერ წარმოიდგენთ. საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს ორი ადამიანი, რომელიც მე ვიყავი, ერთი სერიოზული, ბრძენი, ისეთი, რომელიც არასოდეს შეცდომას არ ჩადიოდა, ეს ცოტა ქარაფშუდა. და ვერ წარმოიდგენთ, როგორ ზდიდა ერთი მეორეს. ეს მასხარაც ჭკვიანი იყო. ყოველ შემთხვევაში მე ესე მოვიფიქრე და ესე მინდოდა. იცით რა არის? ყველაზე სამწუხარო არა, არც ვიცი, ვერ ვიტყვი იმას რა არის ეს. მე ვთვლი, რომ სიცოცხლე არის ღვთის საჩუქარი და სიკვდილის ღვთის საჩუქარია. და ეს უკვე გააზრებული მაქვს, ეს უკვე კარგად მაქვს გააზრებული და მე მიყვარს სიცოცხლე. მიყვარს სიცოცხლე და საერთოდ ერთი რამეა, მე მინახავს ადამიანები, რომლებიც საოცრად დათრგუნულები არიან. აი ადამიანი ეჭვებისგან დაღლილი. მე არ ვამბობ ჩვეულებრივ ეჭვიანობას, აი ყველაზე დიდი დაღი შეიძლება დაასვას ადამიანს ეჭვმა და ამიტომ არის სიფრთხილე და საკუთარ თავთან დიალოგი. ძალიან ბევრი ადამიანი ილუზიაში ცხოვრობს, ძალიან ბევრი ადამიანი ტყუილში ცხოვრობს და აუცილებელია გავიაზროთ ყველაფერი. არ ვიცი, ახალს რას ვამბობ ახლა, დღეს ბედნიერი დღე მაქვს და მინდა კი ვთქვი, რომ დღევანდელი დღე ეს არის პრეზენტაცია, მინდა არხი გახსნილად გამოვაცხადო, ჯაჯოს კივრი, გამოიწერეთ და ადევნეთ თვალი ჩემს არხს. ეს არ იქნება რაღაც ისეთი კონტენტი, რომელიც რაღაც სერიოზულ ხასს მოიცავს. ეს იქნება ცხოვრებისეული, ფილოსოფიური, ადამიანური, სიყვარულით, სიკეთით სავსე. მექნება ინტერვიუები ადამიანებთან და ესე გავაგრძელებ ცხოვრებას. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომელ სიახლეზე გეუბნებით, იცით? აი მაგალითად ძალიან ბევრჯერ მეკითხებიან და არ ვპასუხობ, ვერ ვპასუხობ. მე და პოლიტიკა. მე არ ვიცი პოლიტიკა. მე ვიცი საქართველო. არასოდეს არ ყოფილვარ ჩართული. მე მაქვს ჩემი მყარი აზრი, რომ მე მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველი ერი. ნახეთ, მე მოვესწარი და დავესწარი ეროვნულ მოძრაობას. მე მოვესწარი და დავესწარი, როგორ გაიხლიჩა ერი. როგორ ეძახდნენ ეს ორი მხარე ერთმანეთს მოღალატეებს. მე არ გავიხლიჩე. მე დავდიორდი ერთ მხარესთანაც, მეორე მხარესთანაც, იმიტომ რომ იყვნენ ჩემი მეგობრები.
და ერთმშვენიერ დღეს ორივე მხარემ ეჭვი შეიტანა ჩემში და მათ უნდოდათ რომ მე ვყოფილიყავი რომელიღაცის მხარეს. მე არ წავედი არავის მხარეს. მე წავედი ღმერთის მხარეს. იმიტომ რომ ყველა ადამიანს გონია რომ ის არის მართალი. ყველა ადამიანს გონია რომ ის არის ადამიანი რომელიც ყველაფერს სწორად ხედავს. ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ. ამიტომ მე გადავწყვიტე რომ არავითარი პოლიტიკა, არავითარი მხარე მე მიყვარს საქართველო. საერთოდ ერთი რამე მინდა გითხრათ. ადამიანი იბადება, მეც დავიბადე, ვიცხოვრე, 65 წლის ვხდები და აი ეს არის ცხოვრება. ეს არის ცხოვრება, უკვე გადავედი სიბერეში, ხანში შესული ვარ და კიდე მინდა რაღაც ახალი გავაკეთო და ეს იქნება ის სიახლე, რისთვისაც დღეს თქვენთან მოვედი. თქვენთან მოვედი და მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გამომივა. ერთი რამე მინდა გითხრათ, გულწრფელი და მიხვდებით თქვენ თვითონ რომ გულწრფელი ვარ, იმიტომ რომ ეს გზა მე გავიარე. მე რომ მაყურებელს ვეუბნები ძალიან გულწრფელად, რომ მე შენ მიყვარხარ, ჩემო მაყურებელო. იმიტომ რომ ტელევიზიაში მუშაობ უკვე 45 წელია. მე რომ მაყურებელი არ მყოლოდა და არ მყავდეს, მე ვერ გავჩერდებოდი ტელევიზიაში. მე ვარ წამყვანი. თუ ჩემი გადაცემა არ იქნა რეიტინგული, მე ვერ ვიქნები. ამიტომ მე მიყვარს ჩემი მაყურებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომები ჩავიდინე სატელევიზიო სფეროში, მქონდა ისეთი გადაცემები, რომლებიც ხალხს არ მოწონდა, მაგრამ რეიტინგი მაინც მქონდა. მე გამოვსწორდი და დავიწყე რა იცით, რა უნდა მაყურებელს. მე ვიცი რა უნდა მაყურებელს და მე დამატებითად YouTube არხზე მექნება გადაცემა ჯაჯოს სკივრი და საინტერესო ამბებს გაგაგებინებთ. გამოიწერეთ ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო. ლოლა, ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა, აი ეს დასაწყისი, შენ რომ არ ყოფილიყავი, მე ამას თავს ვერ მოვაბავდი. უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს და რა თქმა უნდა, დედაჩემს. დიდი მადლობა დედაჩემს, რომ გამაჩინა. და სულ ვამბობ, რომ დედა, შენ რომ გაჩნდი, ეს არის ჩემი ზეიმი. და მე მიხარია, რომ დღეს აი ესე ვზეიმობ შენ დაბადების დღეს. იცით რა არის, ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რას დაეძებ. ეს გადარჩენაა. ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რაღაცაში არ გაუმართლა, არ დანებდეთ, აუცილებლად გაგიმართლებთ. მე კიდე გეუბნებით, მშიოდა, მციოდა, არ მქონდა წასასვლელი და დღეს ყველაფერი მაქვს საკმარისი. და ერთი რამე მინდა რომ მოგიყვეთ, ესეც კეთილად მთავრდება. პატარა ვიყავი და აი ჩემ ცნობილ ჯარბელაში, სადაც მე ვცხოვრობდი, იქ იყო ჯართი და თითფერის ბეჭედი მქონდა ერთი და ეს თითფერის ბეჭედი დავკარგე და ძალიან მეწყინა. მე ვაგროვებდი
ვერცხლებს და როგორ ვაგროვებდი, იცით? ვიღაცამ ცალისაყურე დაკარგა, ვიღაცა კოვზი გადაადნო და პატარა დარჩა, ვიღაცას ცეპის ნაწყვეტი ქონდა და მომცა და პატარა პარკში ვინახავდი ამ ვერცხლს. და აი ესე მქონდა. მერე ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა ბეჭდის გაკეთება. გავიდა დრო და დამავიწყდა. დამავიწყდა ეს ჯვალოს პატარა ტომარაში მქონდა აი ესე გამოკრული ცოტა ვერცხლი და გავიდა რაღაც დრო, გადავედი ერთ სახლში, მერე მეორეში და ვნახე ეს პატარა ტომარა. ვნახე, ჩემ მეგობარს დაურეკე და მეუთხარი, რაღაც მინდა გავაკეთო მეთქი. წავედით ოქრო მჭედელთან და გუთხარი, რომ აი ეს ვერცხლი მინდა დაადნო და როგორც დადნება ისე იყოს მეთქი. და აი ეს ბეჭედი. აი ამ ბეჭდის შუაში არის ის ვერცხლი. გარშემო ბრილიანტები აქვს ამ ბეჭედს და შუაში ბრილიანტია. ოქროა. და მე სიღარიბეს დაუდგი ძეგლი. თუ თქვენს სულს გაიძლიერებთ, თქვენს დაუდგავთ სიღარიბეს ძეგლს. წარმატებას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და იზეიმეთ ჩემთან ერთად ცხოვრება. გაიხარეთ, მიყვარხართ.